იღუმენი ნიკონი, სიკვდილი, წერილი მეცხრე. ძვირფასო ვალოდია, კიდევ ერთ რამეს გიტოვებ ანდერძად. გახსოვდეს უფალი იესო ქრისტეს სიტყვები. უფრო ისი ამისა სიყვარული არავის აქვს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის. თავს დებენ ომში, სხვა ადამიანებისათვის, სამშობლოსათვის, მამებისა და დედებისათვის, თუ პატიოსნად ებრძვიან მტერს. ახლა ბევრს ლაპარაკობენ ომზე, თუ იგი იქნება, მოგიწევს წასვლა. ახა შენ სულის ცხონების იოლი გზა, თავი შეუბრალებლად უფრის რწმენით, პატიოსნად შეასრულე ყველა ბრძანება, თუმდაც აშკარა სიკვდილზე მიდიოდე. შენ თვითონ ნუ დაუწყებ ძებნას საფრთხეს, რადგან ზოგჯერ ეს თვითმკვლელობას გავს, მაგრამ მიღებული ბრძანება უშიშრად შეასრულე. ყოველგვარი სიძნელეებისა და საფრთხეების მიუხედავად უფალს და წმინდანებს მოუხმე შემწეთ და შენი მაგალითით სხვებშიც მყნეობა გააღვიძე. ომში სიკვდილი არ არის სიკვდილი, მეგობართა თვისთათვის და მას ღვთის სასუფევლისაკენ მივყავართ. ამიტომ არ უნდა გეშინოდეს, ურაფრის შეგეშინდება, უფალი შენთან არს. რუსეთის ეკლესიაში ბევრი სახელგანთქმული წმინდანი სამხედრო წოდებიდან იყო. ამას რუსეთის ეკლესიის ისტორიიდან შეიტყობ. ცხოვრება არასდროს მაინტერესებდა და მით უფრო არც ახლა მაინტერესებს. მხოლოდ ზოგიერთთან განშორება და მათი მიტოვება მენანება, ვისაც ჩემი სიკვდილი დაამწუხრებს. მაგრამ ეს ყველას ემართება და ყველა კვდება, როგორც ფოთლები კვდებიან შემოდგომაზე. უფალმა დაგიცვას, უფრო ყურადღებით მოეპყარი საკუთარ თავს, იფხიზლე, გახსოვდეს წინ აღდგომი ეშმაკი. ყოველი ბოროტება იესოს სახელით მოიგერიე, რომლისგანაც ძრწიან ხილული და უხილავი მტრები. 1962 წლის 16 ოქტომბერი.